გორში საშობაო ბაზრობა გაიმართა. ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში მოიწყო. საშობაო ბაზრობა მუნიციპალიტეტის წითელი ჯვრისა და გორისა და ატენის ეპარქიის ხელშეწყობით გაიმართა. გამოტანილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები, ასევე ხელნაკეთი ნივთები. პროდუქცია სიმბოლურ ფასად გაიყიდა. შეგროვილი თანხით ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალეს სათნოების სახლს და ხანდაზმულთა თხის ცენტრს საშობაოდ დაეხმარებიან. ტრადიციულად ტარდება საშობაო ბაზრობა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის პროვაიდერთა ბაზის ხალხური რეწვის ოსტატები, თვითონ თავის ინიციატივით მოსული ხალხური რეწვის ოსტატები, ასევე ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელით შექმნეს პროდუქცია, მოვიდნენ თავის ინიციატივით და გამოფენაში იღებენ მონაწილეობას. გამოფენა ტარდება მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის გორის ორგანიზაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების და ტანისა და თეთრის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ხელშეწყობის სააგენტოს მიერ ერთობლივად ტრადიციულად და მინდა გითხრათ, რომ შემოსული თანხა მოხმარდება მოხუცებულთა სახლებს და შეჭირებულ ადამიანებს. საშობაო გამოფენაზე ვარ, ყველას ულოცა მთელ საქართველოს შობას, ახალ წელს. გამოყვანილი მყავს ჩემი ხელნაკეთი თოჯინები და ეს შექმნილია პოლიმერული თიხით, შერეული ტექნიკით და ეხლა ესეთი ჩემი ხობე და ყოველთვის გამოდივარ, როცა გამოფენა არის. საბნის ხობე მაქვს, სამთლებსაც ვაკეთებ, ვერთობეთ რა. ნატურალური საბნებია და ძალიან მოსწონთ ეს საბნები და რა ვიცი. დღეს პროგრამა ასეთი მქონდა, მე რომ საახალწლო სუვენირები დამემზადებინა. დავამზადე, ყველა არის განათები, ძალიან ლამაზებია. მე მომწონს მთელი სული და გული და სიყვარულით გავაკეთე. მინდა რომ ყველას მიულოცო შობა ახალი წელი, რავალს დაესწნენ ჯანმრთელად და ბედნიერად. ბედნიერი მომავალი ყოფილიყოს.